მადლობა. მოგესალმებათ ვანო შოუ მთავარი იუმორისტული შოუ მთავარ არხზე. ვიწყებთ მთავარი თემით. 2 დღის წინ პუტინის პროპაგანდისტი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი თავისუფლად შემოგრიალდა ჩვენს ქვეყანაში და კაი პურმალიც გაუშალეთ გაგანია კომენდანტის საათის დროს. უბრალოდ სამოქალაქო აქტივისტებმა არ დააცადეს, თორემ კიდევაც უცეკვებდით და კიდევაც უმღერებდით. ესეთი ხალხი ვართ ჩვენ ზოგადად. ახლა რუსები ქვეყანას კი იპყრობენ, ხალხს კი გიხოცავენ, მაგრამ აქ რო ჩამოვლენ დროის სატარებლად, ერთი რაც ვიცით ისაა, რომ სიმღერაში და ცეკვაში არ უნდა შევწყვეთ. არ უნდა შევწყვეთ. აი ესე კარგად უნდა დავხვდეთ ამას სტუმრებს. ისე მართალია პოზნერმა ოკუპაციის კანონი დაარღვია, მართალია მიუხედავად ამისა მაინც ჩამოვიდა, მართალია ყველა სახში ვიყავი და ესენი ქეიფობენ, მაგრამ ხალხო კარგი ელარჯი მაინც ხო კეთდება რა ქვეყანაში, ხო? ეს ხო მაინც ხო ესეც ხო საქმე რაღაცა ხო მაინც არის ესეთი რომ კეთდება მართლა კაი ელარჯი. ლევან სანიკიძის ერთ-ერთი ცნობილი წიგნია 69 ქართული სირცხვილი, რომელშიც თავმოყრილია საქართველოს ისტორიის მანძილზე მომხდარი ნეგატიური ფაქტები. დღეს რომ ეს წიგნი დაწერილი იყო, სხვა სათაური ექნებოდა, მაგალითად ესეთი 1309 ქართული სირცხვილი და ჯერ კიდევ ვინიც ის წინ რამდენი სირცხვილი გველოდება, ესეთი სახელი ექნებოდა. ცოტა გრძელი სათაურია წიგნისთვის, მაგრამ ეს არის რეალობა. ირაკლის აი ხავერდოვანი ხმით დავამთავრე ეს წინადადება. სხვათა შორის მინდა დაგაწყნაროთ მეგობრებო, მხოლოდ პუტინის პროპაგანდისტები არ სარგებლობენ პრივილეგიებით და არ დაშრიალებენ რესტორნებში, მთავრობის წევრებიც არ იკლებენ გართობას ერთმორწმუნე ჰანგებს რესტორანში. ნახოთ როგორ ერთობა არჩილ თალაკვაძე მეგობრებთან ერთად. აჩო თალაკვაძე და ჯულიანა ბარგნარი, ცეკვა ბოშური, ასე უხდება ესეთი გამოცხადება. მეც დიდი სიამოვნებით ვიცეკევდი ძვირფასო მეგობრებო, მაგრამ წინა გადაცემაში რაც მოხდა ცეკვასთან დაკავშირებით, ამიტომ გადავწყვიტე რომ საერთოდ ზოგადად უარი ვთქვა ცეკვაზე. მართალია ჩემი ცხოვრების სტილია ცეკვა, ამით ცხოვრობ, მაგრამ რა ვუყოთ. უარი უნდა ვთქვა. მეგობრებო, მინდა გითხრათ რომ ეს გახლავთ არჩილ თალაკვაძეს პირადი ცხოვრების ამსახეველი ცეკვა. დიახ, ის არა ახლა, არამედ ნაციონალების დროს არის გადაღებული, რადგან არჩილი რუსულებზე ცეკვავდა 2012 წლამდე. მერე უკვე პროდასავლური რო გახდა, უფრო უცხოურ მუსიკებს ცეკვავს. პოზნერის და მისი სტუმრების საქართველოში ვიზიტს პრემიერ-მინისტრის გამოეხმაურა. პოზნერს ოკუპაციის კანონიო არ დაურღვევიაო და ამ საპროტესტო აქციით ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი შეილახაო. ეს განაცხადა ყველანაირად იმით შელახულმა მოჭიმულმა ანტუან ტრიტრი ღარიბაშვილმა. ცოტა გრძელი სახელი აქვს. გრძელად დასამახსოვრებელი სახელი აქვს, მაგრამ ეს ზეპირად ვიცი უკვე. გაჯდა უკვე იმაში ტვინში და მარტივად ვიმახსოვრებ. სხვათა შორის იმიჯი სიმართლე გითხრათ ვერ გავიგე როგორ შეილახა, რა შეილახა, მაგრამ ყოჩახ ირაკლი, აი ყოჩახ, აი მაგარი ვაშკაცურად მოიქეცი, მაგარი სპიჩი ქონდა, მართლა აი ძალიან ვაშკაცურად მოიქეცი. მარტო მე არა, კრემლიც გაკებს ირაკლი სხვათა შორის ძალიან კაი განცხადება, მართლა აი ვაშკაცოდ მოიქეცი და ყოჩახ ირაკლი. იკა, ყოჩახიკა, იკა უკვე. მოკლედ არ ვიცი რა ვთქვა. პრემიერ-მინისტრს ხალხი ვეუბნებით, ახლა ჩვენ იკას ვეუბნებით. აგერ კრემლის პროპაგანდისტები არის შემოსულები. კომენდანტის საათს არ ღვევენ, უკანონოდ შემოვიდნენ რესტორანში, ქეიფობენ და რაღაცა ზომები მიიღეთ თქო. და რა ქნა ამან არიციან. გასწორდა 100 წელში და დაიწყო გალობა. შეიძლება მაყურებლის რაღაც ნაწილმა ვერ მიხვდა რაზე იყო საუბარი და უფრო კარგად რომ მიგახვედროთ, მინდა გაჩვენოთ ეს ვიდეო, რომელიც მოხდა ჭყონდიდის ეპარქიაში. იქ რაღაცა მოვლენები განვითარდა და ერთ-ერთი სასულიერო პირი ამას ლაპარაკობს. ნახოთ ეს ვიდეო. შემოვედი მეუფეს, მეუფე. ხალხი დაყრილია ძირს, კვდებიან და რა ქნა არიცი? გასწორდა 100 წელში. ყოვლა წმიდა ღვთისმშობელო დაიწყო გალობა და აყვასდა მოდელური. აი ძალიან მაგარი წლის ვიდეოა მე თუ გითხავთ.
ეხლა გადავიდეთ მოჯადოებულ და დაუსრულებელ წრეზე. კვლავ არ შედგა მოლაპარაკება მთავრობასა და ოპოზიციას შორის. შარლ მიშელის წარმომადგენელი კრისტიან დენიელსონი ადამიანურად მეწოდება უკვე გააგიჟეს ეს კაცი. მე მინდა რამდენიმე ქოუბით გავამხნევო ევროპელი ფასილიტატორი. მოდით ვნახოთ როგორია დანიელსონის რეაქციები მიმდინარე მოვლენებზე. ვნახოთ პირველი ქოუბი ესეთი რეაქცია ქონდა რომ გამოვიდა. როგორ მოხდი მანდა? ბავშვობიდან აქავს დივარ. მეგონა რომ ესე აი კიდე მეორე ვნახოთ. შავ ზღვაში ჩავარდა მზე საქართველოსი. რა გამოიწ. ესეც კარგია და ერთის ვნახოთ და გავაგზავნოთ. მოგლეთ. ამ საქმიდან არაფერი გამოვა. მე წავედი. ჩემი რაღაცები გამახსენ. მე ჩემ თავს ყოველთვის გავიდა. სულ კარგად იყავით. აი ესეთი რეაქცია ქონდა ბოლოს რომ გამოვიდა. კრისტიან დენიელსონი უშედეგოდ უკვე მეორედ დაბრუნდა ბრიუსელში და ამბობენ რომ აპრილში ისევ ჩამოვაო, არა მარტო აპრილში, წესით 2 მაისსაც უწევს ჩამოსვლა, აღდგომაა და ქართული დემოკრატიის საფლავზე ხო უნდა გადააგოროს წითელი კვერცხი. საჭიროა. მე გავიგე მესამედ უკვე სოფლიოში დამსახურებულ ფსიქიატრებთან ერთად ჩამოდის რომ ნახოს საქართველოს როგორი იდეალური გარემოა მათი მეცნიერული საქმიანობისთვის ისინი იმუშავებენ. კრისტიან დენიელსონი ძალიან გულდაწყვეტილი წავიდა საქართველოსდან, არ დამიჯერესო ბატონო კრისტიან. თქვენ კი არა, სანამ ზე არ დაბნელდა, ნისლი არ ჩამოწოდა, თვალთ არ დაუბნელდა, წმინდანინოს არ დაუჯერა მირიან მეფემ და რა გიკვირს? აი რა გიკვირს? ქართველები ჯიუტი ხავს. ძალიან ჯიუტი, ასე რომ 6 პუნქტიანი გეგმა კი არა, ჩვენ ქართველებს სასწაული გვჭირდება, სასწაული თუ არ ჩამოიტანე, მაგ შემთხვევაში არ აქვს აზრი შენს დაბრუნებას. მე იცი რა არის, ასე გავსწორდები წელში ჩამოიტან სასწაულს. ასე გავსწორდები წელში, ავშვერთ ხელებზე და დავიწყებ გალობას, აბარავ. აი ესეთი რაღაცა სასწაული გვჭირდება. ისე მე ძალიან მიკვირს რატო ვერ მიაღწიეს მოლაპარაკებებზე შეთანხმებას. იმიტომ რომ ალეკო ელისაშვილმა განაცხადა მთავრობამ საარჩევნო რეფორმები დაადო ძალიან მაგრად იმუშავა ქართულმა ოცნებამ და რატო უნდა გავლანძღოთო? ყველაფერზე მოდისო ქართული ოცნება. აი ეგრე ალეკო. აი ეგრე. არ უნდა დაინდო არავინ. ეგეთი მკაცრი უყარხარ ჩვენს ქვეყანას. აბარა ხანდახარ მაგიდაზე შეგიძლია მუშტი და აბრახუნო ასე და შეზახო ოცნებას. რატო ხართ ასეთი კარგები თქვენ ოხრებოთ? უნდა უთხრა ყველაფერი. შენი უნდა ეშინოთ დაბა როგორ გინდა? უხ თქვენ კეთილშობილებო, არ შეგარჩენთ ჩვენი ქვეყნის ესეთ სიყვარულს თქო, უნდა უთხრა. უნდა უთხრა ალეკო, ყველაფერი პირში უნდა უთხრა. აი ასეთი ოპოზიცია ზუსტად საჭირო პარლამენტში. აბა ისინი არიან ვიღაცები რო არიან, რო არ შედიან ვითომ და გარედან რო ბაქებუქობენ. ასეთი უნდა იყოს შიგნით, უნდა სიყვარული უნდა სჩებთ შენი პირიდან. ალეკოს რო ვაკვირდები, მე მგონი ამ კაცს ჯადო გაუკეთეს, აშკარად შეპყრობილია. ამ ბოლო დროს როცა ლაპარაკობს სხვადასხვა ადგილზე კანი ებერება. თითქოს ძველი ალეკო ცდილობს სხეულის დატოვებას და შიგნიდან ეჯახება სხეულის კედლებს. ასეთი შეგრძნება მაქვს. ესე არის ალეკო გამოსვლა უნდა გარეთ, მიხვდით ალეკოს. ძალიან საინტერესო განცხადება გააკეთა ლიეტოველმა ანდრიუს კუბილიუსმა, მან თქვა რომ მოლაპარაკებებში აუცილებლად უნდა ჩაერთონო ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილიო. კარგი იდეა. ბიძინა მიშა და ვახო მეგრელიშვილის კარგი იქნება რომ მესამე რო იჯდეს იქ. ახლა დაგებადებათ შეკითხო ვახო მეგრელიშვილს რატო უნდა იჯდეს იქ, მაგრამ აქ თუ ზის არავინ ისის დატოზის და ბარემ იქაც იჯდეს, რა პრობლემაა. მე როგორც შევატყვე მეგრელიშვილი იმიტომ ზის რომ ამ მოლაპარაკებებს ბაზარს უსმენს, იმიტომ ბაზარის მოსმენა სიამოვნებს და სოკები. ეს პატარა სოკები ევასება რა ეს. საწროპირო პატარა ესეთი სოკები უყურს. კუბილიუსის განცხადებას მოყვა საპირისპირო განცხადებები, რა დროს მიშას ჩარევაო, მიშა საერთოდ უნდა გაიწიოსო და უნდა ჩამოშორდესო პოლიტიკასო. მიშა უკრაინიდან ჩაერთო მე ის იმას ხო იმის რაღაცას ვიტყვი ეგრევე გამოდის. რას ნიშნავს რომ გაიწიოსო, როგორ გავიწიო, რა ვქნა, ვაორთქლდეო? ისე აორთქლება ძალიან კარგი იდეაა მიშა. აი რო აორთქლდე და კახეთის ვენახებს წვიმად მოევლინო. ამ ქვეყანას მაინც არაფერი ეშველება და ყურძენი მაინც რო არ გაგიფუჭდეს. მიხვდი რას ვამბობ? სააკაშვილმა ასევე თქვა რომ 24 საათი მომეცითო. შემომიშით ქვეყანაშიო და ვაჩვენებო ჩემს რეიტინგსო მაგათო მეო. ნახეთ რამდენს ბედავს ძვირფასო მეგობრებო, შემოუშვით ერთი.
ამ მთავრობას მინდა მიმართო. შემოუშვით ერთი. თქვენ ადგილზე რომ ვიყო, შემოუშვებდი და ვნახავდი ერთი რეიტინგი აქვს და რანაირი ვინ უჭერს ხართ, რომ ბაქი ბუქობს ანდეს. შემოუშვით ერთი, შემოუშვით. დაინახოს ხალხმა რა მხარდაჭერა აქვს ერთი. ნახოთ, შემოუშვით, აბა, არ არის პრობლემა. რა არის ახლა? მიდი, შემოვიდეს რა, შემოუშვით. რა ვქნა, მიშა ესენი ვერა ვაგდი და ისევ შენი ხოდით რომ წამოხვიდე, მაინც ესე ასე ხوار ჯობია, მე ასე ვფიქრობ, რა ვიცი, არა ვარდნილი. მე არ ვიცი ამ არეულ სიტუაციას რა დაალაგებს, ძალიან ჩიხში შევიდა პროცესები, მაგრამ მე ვიცი, ვინც დაალაგებს. ჩვენი პრემიერ-მინისტრი ყოფილი, ჩვენი გიორგი გახარია. გავრცელებული ინფორმაციით გახარია პარტიას აფუძნებს და ამ პარტიას ჩხარტიშვილი აფინანსებსო, ესეთი ჭორი გავრცელდა. მოკლედ თათარაშვილის მიხედვით თუ მივჯერებთ, გახარია ამ ეტაპზე კაცია და გაგრძელება ჩხარტიშვილზეა დამოკიდებული, გააჩნია რამხელა ფინანსებს ამ საქმეში ძვირფასო ტელემაყურებლობა. ბევრი ფანი ყავს გახარიას, ისინი ძირითადად საუბრობენ მის შარმზე, მამაკაცურობაზე და მის მზერაზე, თვალის ჩაკვრაზე. ისეთი კომპლიმენტები იწერება ხოლმე მის ფოტოზე სოციალურ ქსელში, რომ პარტიას ასეთი სახელი მოუხდება გახარია და აგზნებული დემოკრატები. რაღაცა ესეთი არის, აი რაღაცნაირად ეს ესეთია. ძალიან საყვარლობაა ხო რაღაც. ასევე ვრცელდება ხმები, რომ გახარიას მომხრეები მთავრობიდან მიდიან და უერთდებიან მის პარტიასო, დამთავრდა თქვენი პარპაში ქართული ოცნებაო, დამთავრდა, მალე მოგეღებათ ბოლო. მოვა მთავრობაში გახარიას ქართული ოცნება და მოგეღებათ ბოლო ქართულ ოცნებას. ბატონი ბიძინა თავისივე ახალი სცენარით მოგიღებთ ბოლოს ქართულ ოცნებაო, თქვენ ყველას. საკმაოდ ორიგინალური ფორმით ცდილობს ქვეყანაში კრიზისის განმუხტვა საქართველოს პრეზიდენტი ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი. ვნახოთ სტატიის სათაური. პრეზიდენტის ინიციატივით 1 აპრილიდან კონცერტების ციკლი ქართული მუსიკა ორბელიანის სასახლეში დაიწყება. ანუ პირდაპირ ტიტანიკის სცენას მიყვებიან, ქვეყანა იძირება და ესენი კიდე მუსიკას უკრავენ. ძვირფასო მეგობრებო, ხალხო, ქვეყანას კი არა, ჯობია ჯერ პრეზიდენტს უშველოთ. აშკარად დღითი დღე მძიმდება მისი მდგომარეობა. იმიტომ რომ სიმპტომურად ეხლა რომ დავაკვირდეთ, იქამდე მიდის რომ წესით ბოლოს პრეზიდენტის სასახლე უნდა გადაწვას და ანთებული ჩირაღდით სასახლის ეზოში უნდა იცეკოს. აი ეს სიმპტომურად ესე მიდის, არ ვიცი. როგორ იქნება მე მომავალში, არ ვიცი. ეკონომიკური კრიზისი ყოველდღე უფრო ღრმავდება, კატასტროფულად იმატებს ფასები, მაგალითად ზეთის ფასი უკვე 8 ლარი გახდა. სამაგიეროდ ამ ქვეყანაში თავისუფლად სუნთქავთ, ძვირფასო ტელემაყურებლობო, თავისუფლად სუნთქავთ, ოღონდ უცხიბოთ. რაც აგვაქვს იმით. მოიმატა ბენზინის ფასმაც ამ ფაქტთან დაკავშირებით ბიზნესმენი სოსო ფხაკაძე შეხვდა ირაკლი ღარიბაშვილს. შეხვედრის შემდეგ განცხადება გააკეთა. მოდით ვნახოთ ეს განცხადება. პრემიერმა ძალიან დაგვამშვიდა, ყველაფერი ადეკვატურად მიიღო. ესე იგი, სოსო ფხაკაძე მანამდე გახარია გაამხრევა, ახლა ღარიბაშვილმა დაამშვიდა. მოკლედ, ოღონდ არაფერი დაემართოთ ამათ ბიზნესს და უკვე მოფიქრებული აქვს შემდეგი ფრაზები. მაგალითად ესეთი, ფარცხალაძემ გაგვართო, შოთაძემ თავი შეგვაყარა, გომელაურმა გზნობებზე გზნობებითო გვიპასუხა. და ბიძინა ივანიშვილმა აგვახუნტრუცა და ცოტათი თავქარიანი გავხადა. აი ესეთი სათაურები ძალიან კარგია, მომავალში აქვს ესეთი მოფიქრებული. მოკლედ ქვეყანაში ყველაფერი გაძვირდა, ლარი უკვე 3.45-ზე ავიდა, ფაქტიურად ეროვნული ვალუტა დაღუპვის პირას არის. ჩემი აზრით, ეს მთავრობა ამას ვეღარაფერს უშველის, ასე რომ ჩვენც ერთადერთი რაც შეგვიძლია ძვირფასო მეგობრებო, გამოვიდეთ ყველა გარეთ, დავდგეთ რუსთაველზე, გავიმართოთ ასე წელში, ასე ევიშვიროთ ხელები და დავიწყოთ გალობა. აბა რა ვქნა, სხვა არაფერ დაგჩენია ძვირფასო მეგობრებო. დიდი მადლობა ჩვენ შოუს მუსიკა დაფორმებს. ბენდი თამუნალებეიშვილს ხელმძღვანელობით.